აი ეს არის ნათელი მაგალითი რამდენად განსხვავებულად დადიხარ თოვლში და როგორი შედეგები შეიძლება დადგეს. ანუ თოვლის კუთრი წონა ძალიან დიდ გავლენას ახდენს სიარულზე. ნებისმიერი ზომის საბურავი იქნება თუ ნებისმიერი მანქანა. თავიდან ახალი თოვლი რომლის კუთრი წონა სადღაც 30-50 კილოგრამია კუბზე. ძალიან მარტივი სასიარულოა და თითქმის ტალახს უტოლდება. ძალიან მარტივია ეგეთ ნამქერებში სიარული. ანუ ზოგ შემთხვევაში გვიხარია რომ მეტრიან თოვლში გავივლით, თუმცა რეალურად 30 კილოგრამი და 50 კუთრი წონით არაფერი არ არის მის გავლა, ნებისმიერი მანქანა გაივლის სანამ არ დამძიმდება. შემდეგ სადღაც 200 კილოგრამამდე საშუალო სიმკვრივის თოვლი და 300-400-დან უკვე ძალიან მკვრივი თოვლი, რომელიც აიხა ამ წუთას აქ დაგვხვდა და ზემოდან დავდივარ. მანქანით ნამქერში გამოვეკანეთ. უნდა გაგვეჭრა გზამთლიანად, ნუ ნახევარი გავჭერით. და დიდგვერდიდან სოფელი დიღმისკენ. და მოხდით მოკლედ გაჭრისას გამოვეკანეთ დიდ ნამქერის გაჭრა მომინდომეთ და იმ სიმძიმე თოვლი აღმოჩნდა რომ ანუ საბურავი დაბლაკი არ ჩავიდა. მუცელზე გაგვახოხა და აი როგორ ტრიალებს. ფაერში ვარ რეალურად სადღაც სიღრმე თოვლის იქნება მეტრის ფარგლებში. ნამქერია რეალურად ეს ადგილ-ადგილ არის, იმიტომ რომ მთელი კილომეტრი გამოვიარეთ დაახლოებით და აი ამ სიღრმე თოვლები გამოვჭერთ. აქ კიდე დავეკიდეთ და აქ შანსი არ არის გამოსვლის. აი ერთი ხე იყო შორს. ისიც ვერ მოგვერია. იღუნება. და აი ჩვენი შველელიც მოვიდა, ტრაქტორი თუ ამოგვიყავს, იმიტომ რომ აი ამ სიმძიმის გამოყვანა დაჟე აი ესეთ სვინჯე გაურმაგებული ძალებით. მაგრამ ესეც ვერ მოერია. აი ხა ვნახოთ ტრაქტორი რას გვიზავს. თავად ჩარჭობილები რომ სასინჯად აი 4 ტონიანი გამოვდე და ეგრევე გაწყვიტა. მომენტალურად მოწყვიტა. ეხა ავიღებთ კინეტიკურ თოქს, რომლის მთელი ეფექტურობა ის არის რომ იჭიმება და ნაწილობრივ გადანაწილდება ძალა. ანუ არც მანქანას აბუჭებს თვითონაც ადვილად არ წყდება. შავი მანქანა ხო არა? კი, ჩვენთან მოდიოთ. ეხა კინეტიკური თოკი გამოვდეთ, რომელიც იდეაში არის 8 ტონიანად ვიყიდე. აი. მოიცა. ნახე როგორ აყირავებს მანქანას. თან უკანას სტერჟინები მაქვს ჩახსილი, არ გადავაყირო. ვალე შეგიძლია მოხვიდე წინ და გაკაჩო და ამოაგდებს, ეგ იწელება. არა, გვერდზე გააჩოჩებს რა. აი. ეს არის ხარისხიანი ტროსი. თან კინეტიკური ძალიან კარგად ანაწილებს ძალას და არც ხიდს ამას გამოგლიჯავ და არც რულს და რა ვიცი, არც მატორს. ეხლა ვნახოთ რამ სიღრმე თოვლში ვისხედით. თუ ვიჯექით ვარ, ჩაიყარა თოვლი. აი თოვლი. მუხლზე ზემოთ ანუ. დაახლოებით მეტრიან თოვლში ვარ. აი ეს არის მოკლედ ძიმე თოვლის ამბავი.